ძვირბასო გალბატონებო და ბატონებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ უნიჭერესი ადამიანი, მომღერალი, რომელმაც უკვე ძალიან დიდი ხანია დაიპყრო ქართული მსმენელის ყურთასვენა და გულები, რაც თავარია, მაშასე მივესალმოთ დათო კენჭიაშვილი. Bravo, biceps. ცოტა გააგრძელეთ, ხო შეხედავთ რომ ცეკვა უგლიჯაო ყველაფერი. ესე იგი, ჩემო, დავით, ეხლა არ არის დიდი ხანი რაც ჩვენთან ერთად იყავი, ჩვენთან და ძალიან კარგად ასე ვთქვათ, მოხდა ერთი ამბავი იმის გარდა, რომ ყოველთვის წარმატებული იყავი, გაავსე ფილარმონია. ჩვენ გააცემის მერე. ხო იყო ესეთი ანუ? იყო. ნამდვილად იყო. ქართულ სინამდვილეში ფილარმონიის გავსებას კიდე ერთი ტაში უნდა ნამდვილად. ეხლა რის გავსებას აპირებ პირდაპირ გითხარი აყდება სეზონი მოდის იმ დღეს არ იყო საცობი ქალაქში სულ სამი ფილარმონია ხალხი ვარ დარჩენილი საქართველოში ერთი დათნა წაიყვანა და ორი დარჩა გარეთ გეუბნები მართლა სერიოზულად გეუბნები ჩეოპა და იმ დღეს გავიდა მუზარო დგას ფილარმონიასთან ასე ქონა ხელები აღარ არის ძმაო ბილეთები ხო გაიყიდაო ხო დარჩა ბილეთი კი ბატონო ანუ მე ვიცი რომ შენი სტუმრობის მიზეზი რაც არის ტურნე გადაწყვიტე ხო კი ბატონო აი მაგ სიტყვის მერე სულ მინდა ხოლმე რა მომღერლებს რა შენი თამადობით ყველას უსურვო აი ფილმები გვაქვს ნანახი წაკითხული მოსმენია ტურნეებს ვაკეთებდნენ ხოლმე რომ ბევრი დიდი ვიყოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა და აი რომ გადიან ხოლმე და 2 წელიწადი რომ ტურნეში არიან და ჩამოდიან მილიარდელები იქიდან რა მაგრამ ჩემთვის მთავარია საქართველოს ტურნე ჯერ იმიტომ რომ ხო იცი ხე ძაღლიშინ არ ვარგო და სანადიროდ გარბოდა ეგრე არ კაბაკი გამოგზავნებული ადამიანი საკუთარ ქვეყანაში კი ბატონო შენ როგორ გონია ჩვენ არ გვირჩევნია უბრალოდ გისურვეთ და რა გინდა აიღე რა აი თემოდათო მოდი დავიწყოთ ახლა ფილარმონიის კონცერტით ანუ რიგითობით რომ იყო ჯერ ფილარმონიაში გქონდა მერე გააკეთე ბათუმში კი ბატონო საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია საკუთარ დაბადების დღეს მოკლე დავამთხვიე 7 მაისს ბატონო 7 მაისიანები კარგი ხალხი ვართ ანუ ვარდობის დღეს დავიბადე აბარა